სახელთა მამისათა, დადისათა და შვილისათა მოგესალმებით. ჩვენ აღდგეს საუბრობს საეკლესიო სამართალზე და ბოლოს დავით განხილვა რუსულ მისის კრების დადგენილებებს. მოდით თქვენ იცით რომ საქართველოს ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში ესეთა მნიშვნელოვანი მოვლენა რომელმაც მნიშვნელოვნად განაგო იმდროინდელი წარმატებები ჩვენი ქვეყნის მისი გაძლიერება განდევნა მომხდურთა ჩვენი ქვეყნიდან და აღდგენა საეკლესიო ღვთისმსახურების და კეთილმსახურების აღდგენა სამართლის და სიწმინდის და ამიტომ ჩვენთვის დღესაც მნიშვნელოვანია კრების საქმეები და დადგენილებები რადგან ისინი ხადია სოფლიო კრების რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ თუმცა იმ რუსული კრების კარგად იცოდნენ იმ კრების დადგენილებები და სწორედ განსაზღვრავენ თავის პრობლემებს იმდროინდელს და იტყვით რომ ეს პრობლემები არ ცხრება ვიდრე ეს სოფელი იქნება ადამიანის დაცული ბუნების გამო იქნება ცოტად მაგრამ არის პერიოდები როდესაც მრავლდება სიმართლე და სიწმინდე არის პერიოდები როდესაც ხდება უფრო მეტად დაცემა და სწორედ ეს გადაწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის სახელმწიფოსათვის კრებას ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე მუხლი განვიხილეთ და ჩვენ ახლა გავაგრძელებთ ამას და განვავრცობთ გარკვეული აპელირებით თუნდაც წმინდა წერილთან ვადგენთ რომ ამერიდანო ჩვენი ქალვაჟის გვირგვინი არ ეკურთხოს თუ მათ შობლებს საჭიროდ მიაჩნდეთ დაინიშნონ ისინი ერთმანეთს და შემდეგ როცა სულთნებას მიაღწევენ იქორწინონ ქალი 12 წელზე უმცროსი დაქორწინდება ამ კანონის დამრღვევი ზემოხსენებულ განჩინებას თანადები იყოს იგი იყო აშინებოთან ალბათ ხშირი იყო შემთხვევები როდესაც პატარაობისას უკვე აქორწინებდნენ და მათი მეუღლეობრივი ცხოვრება იწყებოდა ჩილობისა და ხმობის ასაკში. მნიშვნელოვანია რომ მაშინ 12 წელზე უფრო ასაკით მეტი იყოს და გოგონა რომ შესაძლებელი იყოს ჯურისტერა. აქ სხვადასხვა მომენტებს აქვს მნიშვნელობა. და ვაჟი ცოტა უფროსი უნდა ყოფილიყო ასაკით. და თუ ჩვენ დღევანდელ კანონმდებლობას შევადარებთ, დღეს სულთნობა 18 წლიდან ითვლება და სკოლა უნდა დაამთავროს, სკოლაში სწავლა და მერე შეიძლება იქორწინოს და კანონი საერო კანონი იკრძალავს მანამდე ქორწინებას, მაგრამ უცნაურია რომ 12 წლის და მომდენო წლების განმავლობაში თორემ გარდატეხის ასაკია და იწყება ორგანიზმის მომწიფების პერიოდი აქ უკვე ცნობიერებენ ეს ვაჟის და გოგონას რომ განსხვავებულს სქესობრივს და მშობლებისგან, ახლობლებისგან, სადაც
იღებენ იმ გამოცდილებას თუ როგორ უნდა იცხოვრონ, როცა შექმნიან ოჯახს, როცა ჯვარს დაიწერენ. დღეს ის ბუნებრივი მდგომარეობა სხეულის ჰორმონალური ცვლილებები იწყება ასაკთან დაკავშირებით, და შეხდება ამ დროს მათი მეუღლეობა, ურთიერთობა და დღეს ხდება პირიქით. არასრულწლოვან ასაკში უკვე აწვდიან ინფორმაციას იმაზე მეც, ვიდრე ასაკში ესაბამება. ამიტომაც ნაცვლად ოჯახის ზრუნვისა იწყება დიება იმ ურთიერთობებისა, რომელზეც ჯერ კიდევ სოციალურად, ფსიქოლოგიურად მზად არ არიან, რომ შექმნან ოჯახი. მათ უფრო ვნება ამოძრავებს და ცნობის მოყვარეობა, ვიდრე გონიერება და შესაბამისად თანადგომა მათი ახლობლების. მე ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნის 70 წლებში, როცა ჩვენ გვიხდებოდა სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სოფელში ყოფნა ჩვენი საქმიანობის გამო, ვაწყდებოდით, რომ იმ ძველ ტრადიციას, რომ დანიშნული გოგონა ასე გარკვეულ დროს ატარებდა თავის მომავალი მეუღლის ოჯახში, თავის მომავალ დედამთილთან, მის ზედამხედველობით. და ხდებოდა ყალიბდებოდა ეს აღქმა იმისა, რომ ესეც მისი ოჯახია, მომავალი ოჯახია და დედამთილის ხასიათსაც იცნობდა, დედამთილი ასწავლიდა საქმიანობას საოჯახოს. ამიტომ ეს პრობლემა ჟალდედა დღეს ეს მოარული ეს თემა გახდა, მაშინ უარჩენს აი ამ ესეთი ურთიერთობის ნორმით, რომ ამ მასაკიდან უკვე აი დაახლოებით 10-12 წლის ასაკიდან დანიშნული გოგონა დავით დედამთილთან ღამის მას არჩებოდა, დღისით მას ეხმარებოდა. თავის მშობლებს ნახულობდა, ისიც მოიკითხავდა ხოლმე როგორ არის და ასე ხდებოდა მომზადება მომავალი მეუღლებისათვის. დღეს 12-14 წლის ბიჭებს და გოგონებს უკვე ყველანაირ გარკვევლებას ასწავლიან. მიზანი მიმართულებით არა ასწავლიან, მაგრამ აჩვენებენ ინტერნეტში ამ მასალებს, შეესაბამება ურთიერთობების სწორს, არასწორს, ჯანსაღს, არაჯანსაღს და ასე შემდეგ და ვიდრე ქორწინებამდე უკვე თავის ცნობიერებით, გონებრივად და ურთიერთობებით უკვე დაშორებულიან სიწმინდეს. და თავარი რაც არ ხდება მათი მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის. გაცნობიერება ხასიათის, იმიტომ ვაჟებს ცოტა განსხვავებულია ხასიათი, გოგონებს განსხვავებული და განსხვავებულის გამთლიანება, გაერთიანება, თანაშემწეობა ეს აუცილებელი პირობაა მომავალში ოჯახის მდგრადობის, რაც ახლა არ ხდება. და რუსულში ეკრიბა ამბობს, რომ 12 წლამდე არ უნდა მოხდეს გოგოს გათხოვება, ჯვისწერა. და თუ ამას გაგვიდოს, უნდა ეკრძალოს. იმიტომ რომ თუ ამასაკამდე სულ ყვაწილობის ესეთი 5-6-7 წლის დროს მოხდებოდა ჯვისწერა, უკვე იძულებული იყო, ჯერ უცხო იყო მისის ეს ცოლქმრული ურთიერთობა მისისად ვაჟისთვის და უფრო აზიანებდა მათ ფსიქიკას, ვიდრე
ის წესი, რომელიც ეკლესიამ დადგინა. იმიტომ ეს არა მარტო საქართველოს ეკლესიის წესი არის, იმიტომ თუ ისე აქ იცნობს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს მაჰათმა განდის მის მოგონებებს ბავშვობაზე სწორედ აი იქაც ესეთი პრინციპია, რომ ის თავის მეუღლეს პატარობდნენ იცნობდა და იცოდა ისინი დანიშნულები არიან და ადგილობრივ ისინი იქორწინებდნენ და ერთად თამაშობდნენ, ხანდახან გაებუტებოდნენ ერთმანეთს, მე შერიგდებოდნენ და სწავლობდნენ აი ამ შერიგების წესს, ნორმას, აუცილებლობას და ამაში როგორც დედამთილი ეხმარებოდა ვარს მისი მამა. და როგორც ჩანს იმ დროინდელ საქართველოში, როდესაც დავით აღმაშენებლა ჩაიბარა ქვეყნის მმართველობა, ეს ამ სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რადგან კრებამ განიხილა. შემდეგ ნათქვამია, რომ ქორეპისკოპოსად, კათოლიკოსად და ეპისკოპოსებმა აერჩიეს ჯულისა და საღვთო წინთა მცოდნე მღვდელი, ან დიაკონი და ღვთისშიშით ერწოს მას ყველა ქრისტიანული წესის უბიწოდ დაცვა. მან არაფერი არ უნდა გასცეს ქრთამად, არაფერი გააყიდოს ვეცხრზე, როგორც იუდამ უფალი და მისი ჩამოსახჩობი თოკი არ მიიღოს მემკვიდრეობით. მე როგორი გაფრთხილება, რომ ეს თოკი, რომელთაც იუდამ თავი ჩამოსხდა მემკვიდრეობით, რისი მემკვიდრეობით? აი, ცოდვის გამეორებით, რომ მას ვერ მოყვება თვითმკვლელობა. სამწუხაროდ დღეს გახშირდა თვითმკვლელობის შემთხვევები. რატომ ესე გაუფასოვდა სიცოცხლის ღირსება და საიდუმლო სიცოცხლისა. მიზანი, არსი ცხოვრებისა. რადგან აი ამ შემეცებას მოკლებულია ადამიანი, ცხადია უფასოვდა მისთვის თავისი სიცოცხლე. ის უყურებს ამ სერიალს, ფილმებს, როგორ ადვილად ხოცენ ერთმანეთს ადამიანები სხვადასხვა მიზეზზე გამო, კიდე წყენა იქნება, ჩხუბი იქნება, ქონების გაყოფა იქნება, თუ შურის ძიება, თელი წყენისა. ხედავთ, რომ ჩვენი მოვლენად არ იქნება ადამიანის მკვლელობა. და მიზეზი არის გაუნათლებლობა. ამიტომ ქორეპისკოპოსი, ანუ დამხმარე, რომელიც საეპარქიის საქმიანობას აწარმოებს და ეპისკოპოსიაში დააყენებს ამათებს საკითხს, ან საჩივარია თუ რაღაც გასაკეთებელი არის, მოამზადებს ამისი საჭირო იყო განათლება, რაობა, ბოქტიელის ცოდნა, საკროსის სამართლის კანონების ცოდნა და ასევე ქვეყანაში არსებულ პრობლემების ცოდნა და გათვალისწინება. ანუ ქორეპისკოპოსი დაყოფილიყო ასევე დღეს ეს შეიძლება თქვათ გარკვეულად შეცვლილია, იმიტომ ქორეპისკოპოსი არის გამორჩეული მღვდელმთავარი, რომელსაც გარკვეული სამსახური მოვალეობა ეკისრება საპატრიარქოში. ანუ მასშტაბი ქორეპისკოპოსის ფუნქციის გაიზარდა. და თვითონ ეპისკოპოსს ყავდეს ეპარქიაში მდივანი თავისი. მაგრამ ტერმინი შეიცვალა, მაგრამ ფუნქციები რჩება იგივე. იმიტომ ერთისხეულია ეკლესია. შემდეგი ზემოთქმული შედეგი გონია საჭირო ამის გახსენებაც. ძალიან ბევრი და აურაცხელია მოწოდებული მონაზვნების რიცხვი. ერთ მონასტერში 5-10, ბევრჯერ 20 და 30 და არის თუ მონასტერი დიდია. ის კი მრავალი სფოთის და განხეთქილების მიზეზი ხდება. ამისთვის დავადგენთო რომ
ამირიდან შეწყდეს ამგვარი უწესობა. ვერა ამას დავაწესეთ იმას, ვინც სამდელო პირი არ არის. არ აქვს უფლება იყოს სულის გამკითხველი, რადგან მას ჯერ შეკვეთზე გაახსის უფლება უნდა ჰქონდეს და შემდეგ შეუძლია სულთან გაკითხეს მიიღოს ხელი. იგულისხმება ის, რომ და დღესაც ეს ხშირი შემთხვევა, რომ მონასტერში მოსული ადამიანი არც იცის ბერობის არსი. არც მოთხოვნილება ბერობის. უბრალოდ გარკვეული თავშესაფარია და შეიძლება უმზადებელიც იყოს, მაგრამ გაბოსანითად მორჩილია, მაგრამ ეს არის ეს, რომ ის უკვე მოძღვარია გამოცდილი და მას შეუძლია სული დარიგებები მისცეს ვინმეს. როგორც თქვამია, ჯერ არ არის გამოცდილი არც ცხოვრებით და არც წერილის ცოდნით და არც ეგრეთ სამართლის ცოდნით. ამიტომ მის ლათხევდაშვათ არ შეიძლებოდა. და პირდაპირ უწევს რატო, რომ ხდლობის მადლით მოცემული აქვს ქრისტეს მიერ ჯერ მოციქულებისთვის და მათგან უკვე მომდევნო თაობა სასულიერო პირებს ცოდვის მიტევება. როგორც აუთქვა მაცხოვრმა აღდგომის შემდეგ მოციქულებთან გამოცხადებისას, თქო რომ მიბერამად და უფრო მიიღეთ სული წმინდა, ვისაც მიუწეთ მიეტევა, ის არ მიუწეთ არ მიეტევაო. ცოდვის მიტევა ხუთმეტ შეუძლია უფალმა ამ ქვეყანაზე მოსვლით და სიგრძე ძლევით გვერდით აღდგომით და მაღლებითაც ეს მადლი მისცა ერთგულ მსახურს. რწმენით ახსავს ეს და გამზნობელ სული წმინდის მადლით. ამიტომ ეს ლიტონის სიტყვა არ არის, როდესაც უდელი შენდობის ოცავს ადლეს ადამიანს. და ზოგადად გონია, რომ აი სხვადასხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებში არის გავრცელებული, არა საჭირო გლობა, საკმაოდ ხელი აღმართოთ, ღმერთმა პატია და გაპატიებსო. მერტი კი მიტოვებელი, მაგრამ მან დაადგინა, ქრისტემ დაადგინა იერარქია სამდელო ეკლესიაში და ამ იერარქიაში ხოთ გარკვეულ საფეხურზე მყავს მიანიჭა უფლება და ძალა ცოდვის მიტოვებისა სხვა ადამიანებისათვის. როგორც ჩანს, ისიც ერღვეოდა, დღესაც როგორც გამონაკლისი ხდებოდეს, როცა თვითნებურად ესე გარკვეულთად შეიძლება საზღაურის ფასად ამშვიდოსო მიგეტევა, მეგაპატიებ და სამწუხაროდ არის შემთხვევებსაც თვითკვლევს, რომელიც გავიდა ამ ქვეყნზე მოუნანიებელი და გავიხდა რა გზით მკვლელობით. თავისთავად მოკლა და არ გაიტოვა საშუალება მონანიებისა, რომ მას წესუგებ. აქ ხდება ხალხის მოტყუება, როგორც გონია, რომ ეს წესიბო რიტუალია, რომ თითქოს ყველაფერი კანონით ხდება. მათ არ ესეც საიდუმლო ამ ქმედების, რომ წესის აგება არის ლოცვა ვედრება ცოდვის მისატევებლად და ცოდვის მიტევების უფლება და ძალა და მადლი ღმერთმა მისცა გარკვეული ეკლესიის იერარქიას და რომელმაც იცის წერილი, იცის ეკლესიის სამართალი და იცის ვის რა უნდა მიაგოს და რა უნდა დაუთოს უფალს და მის წყალობას და სამართალს. აი, ჩვენ ხედავთ, რომ ესეთი მომზადებელი ზოგიერთი უდამსახურებისას ადამიანი იღებდა თავის თავზე უფლებას განეგო ის, რაც მაცხოვრებმა ჩვენმა იესო ქრისტემ მხოლოდ მომზადებულ თავის მოწაფეებს მისცა და გარკვეულ დროს სულის მოფენის შედეგად. შემდეგ ვამბობ, რომ ის წესი, რომელთაც შეკრებილებს დასასვენებლად მოუწოდებენ, ამიტომ უღარ იქნება. მონასტერში ნუმოწყებენ ერის სავაჭრო შეკრებას, მონასტერში ნუ სხვა სამოქალაქო და
ამ ქვეყნიური წესი შესრულდება. ხედავთ, მონასტერი საკითხი ადგილი არ არის. ხო, მონასტერი არის სულ ცხონებისათვის შექმნილი პირობები. სადაც არც ნაღროვანება, არც გემოწმოყარება, არც ურჩობა, არც სამპარტავნება, მშვიდობა, ერთობა, მორჩილება, თანდაბლობა, ის თვისებები შეძენა, როდესაც ადამიანი უახლოვდება უფალს და თანდათან გარკვეულწილად იმ მსგავსებას სულს აღწევს, ცხონების გზას დგება. როგორც ჩანს, ამ პრინციპების დარღვევა, რომ ჩვენ ახლა ჩავთვალეთ, განპირობებელია საზოგადოებრივი ცხოვრების მდგომარეობით. ჩვენ ვიცით, რომ ესე ბოლშევიკურ რეჟიმის დროს დევნა იყო ეკლესიისა და ეკლესიის ნორმები, წესები, რჩევა-დარიგებები გამოცხადებული იყო სიბნელეთ, უმეცხრებად და შემდეგ და გმობა ხდებოდა ღვთის სახელის, წმინდანთა შეურაცხყოფა, მათი ხატების ხსოვნის, მათი წმინდა ნაწილების და ხალხში შეირყა რწმენა. და რწმენის გარეშე ყოფილი, უკვე ურწმუნო ადამიანი მცადია, უკვე აზრობს, ჯელობს და აფასებს უფრო დაცემულების მიხედვით და არა სინდისის კარნახით. და როგორც ჩანს, დიდი თურქობის დროს მრავალმა დატოვა ეკლესია, დაივიწყა, რადგან ეს სელჩუკები, რომ შემოისმენენ, ტაძრებს შეურაცხყოფდნენ, ტაძრის სიწმინდეს შეურაცხყოფდნენ, თავლად იყენებდნენ თავის ჯოგებისთვის და ცხადია ადამიანები კარგავდნენ რწმენას. სად არის ღმერთის სამართალისა და ღვთის რისხვა ამ მოსულობაზე, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის როგორც ეკლესიას დგამობენ ჟამი გრევისა და ჟამი შენებისა. და ეს მონაცვლეობა ჟამებისა ჩვენ ახსოვს ხარ დაშვებული, რომ ჩვენ სულ მარტო ფუფუნებაში თუ ვიქნებით და ცივნიავს ადაგარებენ, მაშინ გამზარმაცდებით და ამით უფალს დავშორდებით. ჩავარდებით სხვა ცოდებში, ფუფუნების სხვადასხვა სახის ცოდებში და ამიტომ არის ხოლმე ჟამი დევისა და ჟამი შენებისა. ხდება გახსენება იმ წმინდა წესების, ნორმების და დაბრუნება ადამიანის ღვთის გზაზე. დღეს უკვე სხვა სახის ბრძოლა. ჩვენ გახსოვთ 90 წლებში დიდი მონდომებით, სრულებით ინტერესით მოვდიოდა ახალგაზრდობა ტაძრებში. დღეს ახალგაზრდა მოხიბლულია სხვა გასართობი პროგრამებით, სერიალებით და ცოდნებისა და უზრუნველების გამართლებით. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამასთან ბრძოლა არ საჭირო. მაშინ არც ღვთის გავსების მიღწევა არ მოხდება და ეს ნიშნავს სრულიად დაღუპვას ადამიანებს. ამიტომ იქ არის პარალელები ისტორიულ პერიოდებს შორის. აქ რამდენი მოხსნახოთ, აგრეთვე გამოაწესეთ, რომ მართლმადიდებელი მამაკაცი, წალებულ ან წარმართ დედაკაცს ან დედაკაცი მამაკაცს არ უნდა შეუღლოს. რადგან ყველა მართლმადიდებელი ღვთის ტაძარია, ჩვენში დამკვიდრებული მისი სულისთვის. ხოლო ყველა ლორდათა მადიდებელი და ყველა არა მადიდებელი ეშოვის ტაძარიაო. არაფერს საერთო ღვთის ტაძარსა გერბებთან, ბნევს ნაცვლთან. მოტყუ საღვთო მოცხული და ვინც ამით გაბედავს ამას, გაკავნებულ უნდა იქნას ის პირთქმული კანონითო. დღეს სოფლიო მასშტაბით აღრევა ხდება ეთნიკური, სოციალური, სარწმუნოებრივი და
უფრო ასეთ ამოტივირებულია თეთი ღირებულება, რომ ჩვენ ხო ადამიანები ვართ, თავი ვართ ადამიანები და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა აღშარებლობის საკითხს, მაგრამ აღშარებლობა არის ზოგი თვითონ ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული. დაცული გულისხმობი ადამიანების ჩამოყალიბებული საუბრობები და თავისი ძლიერების ყოფით და ენერგიით ბევრი მომხრე მიიზიდოს და გახდეს წინამძღოლი გარკვეული არის და თვითონ დადგეს ესეთი კანონები. ჩვენ გახსოვთ იქ საღვთო ისტორიიდან რომ ჩვენ ამაზე მომავალში იქნება საუბარი ის ისრაელის სამეფო ორად გაიყო მიზეზთა გამო და ის ვინც იხლა მიაბოხე ადამიანი შეიძლება რაღაც პარგლში იყო მართალი რაც მეფის სისასტიკეს და გაუმაძლებლობას ამხელდა და მას ეტინავდებოდა მაგრამ საპირისპიროდ იმენკერთავის შემოიტანა ღვთისგან დაშორება შემოიტანა და შემდეგ თუმცა დაისაჯა კიდევაც მთელი ის ხალხი დაისაჯა ღვთისგან გებით და გაიფანტა მსოფლიოში და აი ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს სწავლულებას და სულიერ მომზადებას ხო ეხლა გავიგეთ რომ მრავალი ჩადის ასეთ უწესობას ეს უფრო ეხება დიდგვაროვან ტარჩინებულ და არა უბრალო კაცებს ეს უწესობა ხდება კიდემდე და არაერთგან გერგის უთხრებენ ერთხოთოდ შესაერთებელ მეუღლეებს და აკურთხებენ დედაკაცის გვირგის სხვა უცხო მამაკაცსაც და მამაკაცისას სხვა მამაკაცთანვე რა უნდა იყოს ამაზე უწესო და უფრო სასაცილო ეს ხომ სასწრით გავს მარკენის მოწაფეთა საქციელს რომლებიც დრის მაგიერ ნათლავდნენ ცოცხალს ამგვარად გვირგინ კურთხეულნი მამაკაცი დედაკაციც უნდა ჩაითვალონ მემრუშე სოლქურად მაგრამ კურთხევისას სხვისი სახე იხსენიება და შემდგომში სხვა არის წარმოადგენელი ხო მაგრამ შეეხება ორ მამაკაცს რომლებიც ერთად იკურთხეს გვირგვინი ვინ და რა სახელი უნდა მოიგონოს მათთვის გარდა იმისა რომ დასნოსმა და აღუჩა დაიგდოს ესეთი ჩვენი ჟურის და კეთილი წესიერების კაცობრიობის ქცევისა და ჩვეულების გარეშე უჟილოება ამის გამო ესვადგენთ მათ იქამდე არიან კურთხეულნი და მოხუცებულობის ასაკს მიღწეულნი შეუნდათ არცოდის მიზეზით ხოლო თუ მომავალში სადმე აღმოჩნდებიან ასეთნი ისინი სულიერ ცოლքურად ნუ ჩაითვლებიან ამიტომ ნურაი გაბედავენ ამის ქნას საქმე იმაში როდესაც სხვადასხვა აღშარებლობის არიან ადამიანები შესაძლოა სხვადასხვა ქცევის და ცხოვრების წესი და ნორმები აქვთ მათ თუ მორწმუნენი არიან თუ მათი წვენა ხომ გარეგნულია და შემდგომში ურწმუნონი არიან მაშინ გაუფასურებული ყველა წესი და კანონი და ამიტომ ადვილად ახდებიან ამ ურთიერთობებზე შერეულ ურთიერთობებზე როგორც ადამიანებმა შინიერ ადამიანებმა შეიძლება ერთად იცხოვრონ მაგრამ თუ კი ერთი მათგანი გაიხსნეს ოჯახში მიღებულ ტრადიციებს წესებს რომ ეკლესიას ან მის აღშარებლობას და მომდინარეობს მაშინ ოჯახში დაიწყება დაპირისპირება ის იცავს თავისას მე მეორეც გაიხსენებს არა ჩვენთან ესე იყო ჩვენ და კამათი და ეს კამათი თავდება ან
საერთოდ რწმენის სრული გაქრობით, უარყოფით და ღვთის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენებით ან ხდება დაპირისპირებულმა შორის, თულქვა შორის. ამიტომაც წესიამობდა, რომ უნდა ერთსართულობის, ერთსაფუძველზე მომალერთობისათვის უნდა იცხოვრონ, რომ მათ შორის მათი მაკავშირებელი ეკლესია, ღვთის მადლი, რწმენა, შული. ჩვენ მოვიშველიოთ ჩვენი წერილიდან მოციქულთა დროიდან, რომ იყო შემთხვევები, რომ ახალ ნაცოცხლებული იყო თქვათ მამაკაცი და უყვარდა უკვე დედაკაცი, ქალიშვილი, რომელიც ჯერ არ იყო ქრისტიანი, მაგრამ შეიძლებოდა რომ ქორწინებულიყო, რომ თუ გონიურად იცხოვრებდა მამაკაცი, შეიძლება დედაკაციც ის ქალიშვილი იცხოვრდებოდა, ესწავლა იმასაც წესին და მერე ორივე ერთად იქნებოდა და ოჯახი წმინდა იქნებოდა. მაგრამ ნეიტროდა დღეს გამდგომარეობა კი ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ეროვნ სადუხად ყოფილ ბოლშევიკურ რეჟიმის დროს მოხდა ესეთი გაყოფა დაშორება ეკლესიიდან გაუცხოება და როდესაც ღვთის განგებით დაიწყო გამოღვიძება სარწმუნოებრივი, შეიძლება ერთი თოთ ვაჟი ან ქალი იყო გახდა მორწმუნე, ირწმუნა, მეორე ჯერ კიდე არ იყო. ანუ ასეთ გარდამავ პერიოდებში უფრო რთულია, მაგრამ ეს პერიოდი გამოიარა ეკლესიამ და აქაც აქვს თავისი წესი დადგენილება, როგორ დაიძლიოს ეს შესაძლო დაპირისპირებები. და კიდევ ჩვენ ვახსენეთ, რომ აი აქ ეხებით უკვე სხვა ცოდვას. არ ვიცი თუ საიდან შემოღწია ამ უკითხულებამ ქრისტეს მოღვაწე სახელდებულ ერში. რაია ზეიარება იყო ბელიარისა ქრისტესთანაო. ანუ ქრისტესი და ისოვის საერთო რა უნდა იყოსო და ამას პავლე მოციქულსაც კონცდა ერთ ეპისტოლეში. ხო და აქედან უკვე ჩნდება სხვა ურთიერთობები. და ამის შორის ვამსეთ ყველას დიდს და მცირეს, მდიდარს და ღარეს, მეფეს და მთავარს, აზნაურს და მდაბიოს, დეოსა და არამდეოს, მოტესეს და ერისკაცს, მოხუცს და ახალგაზრდას შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დას, ჯგუფს, ყველა ასაკს, განუდგეს ამ ყველა ბნებაზე უფრო საძეგლ სიბედსა და ასე განუდგეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, ყველა მართლმადიდებლ ქრისტიანს. ამ სიტყვით მსმენელი სულს, რომელიც იმ ძეგლის საკითხის შემდეგ არ მიატოვებს სოდომურ ცოდვას, ცოდვის სიბილტეს და საქმით არ მოიმოქმედეს ამას ავით ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველი და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოჩენს უთოთ თავს დატყდება ამ საწუთოში საშინი და ცოცხლად ჯერიხეთში ჩავდები რისხა ამ სოდომური თეთრის გავსად. ხო, იმ ხელოვნად ამ ცოდვის ჩამდენი მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის ჯაში და სწავს მეთის მტრებს. ხო. ხორცის სიყვარული დროება ღვთისა, როგორც ელი ამბობს, და ვინც გახსნის ღვთის ტადარს, მას ღმერთი გახსნისო. აი ესეთი გარიგება არის, როგორც ჩანს, ეს სოდომურ ცოდვა, ვიცით, დატარღებეს, გავრცელდა დატარღვის შემდეგ, ამიტომ დაარქვა სოდომურ ცოდვა, რომ სოდომში განსაკუთრებით გამოცხადებული, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში, სახელმწიფოში იჩენდა თავს ეს ცოდვა და დღეს საერთოდ უკვე ნორმად მიღებული და არის მოძრაობა, რომ აუცილებლად დაკანონდეს ეს ურთიერთობა, შეიძლება
ჩაითვალოს მეუღლეობა, თუმცა როგორი მეუღლეა, ვინ არის ქცოლ და ვინ არის ქმარი, კაცის ღირსებას შეურაცხყოფს და კაცად არ განიხილავს ამ ურთიერთობაში. და ვინც სხვაში იმის ბუნებას, კაცობრიებს, ქალორს შეურაცხყოფს, თავის თავშიც იმავე ბუნებას შეურაცხყოფს და მას ვერ ხდებიან და შეიძლება მოიყვა ამან არის პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელების მიმართ, რომ ეს პერიოდი საუკუნის მეორე ნახევარი განსაკუთრებით პერიოდი, როცა რომში გამარჯვებული იმპერია, გაძლიერებული იმპერია და იქ მრავლდება ეს ცოდვა. და ამ მოციქულებასთან დაკავშირებით რომ რადგან ცხადდება ღვთის რისხვას ზეციდან ადამიანთა ყველა უხტოებაზე და უსამართლობაზე, რომელიც ჭეშმარიტებას უსამართლობით ახშობენო. რადგან ცოდნა ღვთის შესახებ განცხადებულია მათში, ვინაიდან ღმერთმა გამოუცხადა მათ. რადგან უხილავი მისნი ქვეყნის შექმნიდან ქმნილებებში ხილულად შეიცნობოდა ცხადდება მისი სამართლის ძალა და ღვთაებრიობა. რათა თავი ვერ გაიმართლონ. რადგან შეიცეს ღმერთი და არავით ღმერთს ადიდებდნენ, ან მადლობას სცირვდნენ, არამედ ამაონი გახდნენ თავისი დახვევით და დაუბრუნდათ თავისი უგულისხმო გული. თავი მოაქვთ ბრძენად და შეიშალნინო და გაცვალენ უხსნელი ღვთის დიდება ხსნათ კაცის და ფრინველთა და ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა მსგავს გამოსახულებზე. ამიტომაც რომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისწყობით უწმინდეობასო, რათა თავად შეებილთა თავისი სხეულები, რომლებმაც გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე და პატივი მიაგეს და ემსახურეს ქმნილებას შემოქმედზე მეტად, რომელიც არის კურთხეული ღვთისამდე. ამინ. ამის გამო გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხინონებებს, რადგან მათმა ქალებმა შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობა ბუნების საწინააღმდეგოდ. ამგვარად მოკაცებმაც მიატოვეს ბუნებრივი ურთიერთობა ქალთან და განხურდნენ თავისი გულისხმობით ერთმანეთის მიმართ და მამაკაცები მამაკაცებთან უკადისობას ჩადიან და მისაგებას, რასაც თავადი იმსახურებენ, თავად თუნებას გამოიღებენო. აი, ეს რომის იმპერიაში ასე ხდებოდა და კარგად იცის ეს ცნობილი ისტორიაში ფაქტი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა და იქ ორი ქალაქის პომპეის და გერკულანუმის დაღუპვა, დანგრევა და იმ მოსახლეობის ამოშთობა იმ გავარვარებულ ლავასა და იმ გაზებში, რომელთაც ამოიფრქვა, ძალიან ნიშანდობლები იყო მაშინ. დღეს უკვე ჩატარებული გათხრების შედეგად ეს ვულკანურ ფერფსა და ლავაში დაფლულ ამ ქალაქებში აღმოაჩინეს მდიდართა სასახლეების ნაშთები, რაც კიდევზე ყველანაირი გარყვნილების გარყვნილი ურთიერთობის სურათები არის და ამით ერთობოდნენ კიდევაც და ნორმად მიიჩნევდნენ. და სწორედ ამას მოყვა ეს ვულკანის ამოფრქვევა და დაინგრა დაიღუპა ეს ქალაქი, მაგრამ აშენდა დღეს ეს ნეაპოლია იტალიაში. სხვაგანაც ხდებოდა მსგავსი რამე ჩვენ მეორე საუკუნის დასაწყისში ესეთი კუნძული იყო და იქ მონპელეს ვულკანის ამოფრქვევით მთელი ქალაქი რამდენიმე წამში 30,000-ზე მეტი ადამიანი მოისპო. და ისიც ასეთი გარყვნილის ბუდეთ ქცეული იყო ეს კუნძული. ესე იგი უფალი ერთი მოვლენით ყველას აცნობებს, რომ არასწორი გზა ერჩიეს, რომ ქმნილება გააკერპეს და შემოქმედი დაივიწყეს. ეს იწვევს მეგონების აღრევას, მერე სინდისის გაქრობას
და ადამიანი ვნებების მიხედვით რაც უნდა, როგორც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა, იკმაყოფილებს ამ ვნებებს და ითაც უფრო და უფრო შორდება ღმერთს. აი, სწორედ ჟურნალის კრებამ ერთხელ შეახსენა ამგვარი ცოდვა ხსნის ადამიანს, საზოგადოებას და ქვეყანას. და სწორედ ამისგან განწმენდა ჟურნალების დადგენილებამ და გამოტვევას შეძლებდა ქმედებებმა განაპირობეს დანგრევის პირას მისული ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო მისი აღორძინება, გაძლიერება და დღემდე მისი არსებობა. აი ეს გვახსოვდეს ჩვენ დღეს და აქტუალური საკითხია, დაგვუცოთ და ფხიზლად იყავით. ამ პროგრამულ როლიკებს, სადაც ცოდვის სიტყვოებას თავაზობენ და ბუნებრიობას ერიდეთ, იმიტომ რომ ხდება სინდის ხმის ჩახშობა, ხდება ჩვენ გონებაში რწმენის საფუძვლების დაშლა და ხდება ღვთისგან დაშორება. ამას მე უმრავლობედურება და ადამიანი კარგოს ცხოვრების საზრის ადვილად თავის თავსაც იმედებს. ისიც რომ ვიცხოვა, უაზრო ცხოვრება არის. უაზრო, იმიტომ რომ უზენაეს გონს ლოგოს დაშორდა ადამიანი. და ვინც ანიჭებს საზრის ცხოვრებას, იმას უნდა დაშორდები, იმაში ცხოვრებას კარგავს საზრის. ეს გახდომთ, მეთა დაგუცოთ და გაშოროთ ჩვენი ქვეყანა.